აბა ბაზრიდან ბაზარ ვაგზალ ვაგზალზე არ იყავი შენ ბაზარ სამგორ გამოვიარე კაცო ბაზარ სამგორ მათ გადმოვჭექი ადამიანი მან ან ეს ინჭარია რომ იცოდე მე არ მინდა რომ იცოდე არ უჩამინდა აი აქ არის მიმალა ნახე გონახევას როგორი კიდეა ნახე ეს ნიბრის ფრის ენა მოტყურა მაჩუქეს ნახე შუშაკით გონახევას ეს ის არის ძრის ცოტა და არა ქართული სამი ძირდა და მეგარაშუ გონახე აი ეს კი არის ეს შუშა არის სამი არა ქართული ჩუდი არ იქნება ეს არის ალუჩადე ენა ალუჩადე ინჯა ცოტა იქანა სპორტაშო მოძავის მაგ ისე სუნდელოა როგორია აუჩა ო აი ფერი არ გქონდა ახლა წავიდა ანდრია მოიტანს იმას რა უნდა ნა ისა ელდო ცოტა მაწონი ია შეიძლება ამდენი ალუჩა რა მეტი ხოლ ამეთი 2 კილო ჩაყარა აბა საგამახსოვს ხო იაფდება ეს კაცი ჭამე ოლაჩა დრეთი ოლაჩა ჭამა ეს რო იცოდე ოლაჩა აი ეზოს აი ფოშაბატკეს ახლა მე ალუჩა მაგა ხაფით და შემიძლია შეჭამოთ ეს არ არის სასუქებია ნინდომი ხაფით გარეშე ყავს ალუჩა აი რა გაიებს ორი რა ო აქეთ ორნახევარი სამებია ეს ისაა გამოვიდა ვავარია სალათის კონტროლი აი ეთერის ეს ისოზაოლარიანი პატარა თავი 20 ლარისა რა აი ჩანს ცოტა აგრია ეხლა აქვს მიღებული 15 ლარს ხმეთი შეგვიძლია აი მე არ შეგვაგატან მე 4 წამი რა უი ეხლა მინდა ექნება აზი არა შეიძლება აუ ეცვლეიდა ეს გაიგველია ხო? შემინდა თანდა რა შენ გათასია შემინდა ეთო ნაყიდი ღომისა ღომში დაუ არა ღომისთვის ის 15 ლარიანი არ დადგაცო ეს იქნება იდეალურ ღომში ის ნანა მადლიანი არ მადლიანია ეს კაი აი მე 22 ლარი ეს არის ზუსტად საღობი აი რო ჩაატება ისეთია ხომ ზაკეთებ დღეს ხო? ან შოთი მოიტანა. უგიდა ღომისთვის იმას მოუწდა ნო აბა ეს როგორია ეს ეს რა არის ეს 14 ლარია ეს რა მოიტანა ეს კარგი ხალია მასყოფები და 14 რა სუდი რომში ესეც კი კარგი ой ჩასამადებლად წამოეჩემი როგორ ეს უმარილა რომს მარილენია კაია ხოკა მაგრამ ის უფრო საყოველია ჩვენი ოჯახისა ძალიან გემრიელია 14 ლარი ეთყობა რომ კარგია ესეთი არა ნაკლებ პროცესი ცოტა ძველია ო მაგრამ 14 ლარში ევრო 6 ლარია განსხვავება ჩვენი 22 ლარი ახლა ვერ შევჭამ წავედით იკამე ხა გამოიჩინა ჩასაცმელი დასახური გასახდელი რავი ყველაფერი როგორც იცის ხოლმე და წამოვედი აღარ დაველოდე ამდენი ხანი უნდა ველოდო ხო და წამოვედი მე და ევა წამოვედი უბრალოდ და ჯერ კარფურში წავარ და მე რა ვიცი ალბათ წამოგვეწევა ეგეც ადმე კარფურში რომ იქნებით მოვა ალბათ მაგ დროისთვის
როგორც ყოველთვის. საღამოშვიდობისა გოგოებო, დღეს აღარ ვაპირებდი არაფრის ჩაწერას, მაგრამ აი ამ კომენტარს რო არ ვუპასუხო, უბრალოდ არ შემიძლია და ფიქრობ გაიგებთ რატომაც. დავდე ახლა ვიდეო, სადაც გაგიზიარეს ჩემი სიხარული და ჩემი გულის ტკივილი იმასთან დაკავშირებით, რომ ადრე არაფერი არ მიხდებოდა თქო და ეხლა ეს კარგის მთქმელია, ეს ნიშნავს იმას, რომ ვინც გამხდარი არ არის, არაფერი არ უხდება კარგი რა. მე არსად არ მიხსენებია არავინ სხვა ძვირფასებო ვიდეოში გარდა ჩემი თავისა. ანუ მე ყოველთვის როცა საუბრობ მხოლოდ საკუთარ თავზე და საკუთარ აღქმაზე, საკუთარ სხეულზე და არასოდეს სხვა ადამიანებზე, იმიტომ რომ ვიცი რამდენად მტკივნეულია ეს იმ მომენტში. და ანუ არასოდეს არ მიმიცია საკუთარი თავისთვის იმის უფლება, რომ სხვაგან მესაჯა და უფრო მეცაც გეტყვით, სხვების წონა იქნება ეს ნაკლები თუ ზედმეტი, არასოდეს მე თვალში არ მხვდება და არასდროს არაფერს ჩემთვის ეს არ ნიშნავს, მაგრამ საკუთარზე ვარ ძალიან კრიტიკული. ეხლა ნახეთ, როგორი რაღაცა არის ჩემო ძვირფასებო. მე აი ეს ბოლო ჯერი, როცა დავიკელი ახლა, ეს გავაკეთე ჩემი თავის სიყვარულიდან გამომდინარე. ანუ ჩემმა YouTube მაყურებელმა ეს იცის, რომ ანუ მე უკვე ჩემი თავის სიყვარულიდან გამოვდიოდი. ადრე ყოველთვის, როცა წონაში ვიკლებდი, ეს იყო გამოწვეული ჩემი თავის მიუღებლობით. და ეხლა რომცა დავიკელი, ეს იყო გამოწვეული საკუთარი თავის სიყვარულით და საკუთარ თავზე ზრუნვით. ძალიან ხშირად ადამიანებს რადიკალურად გვესმის რაღაცები. მაგალითად, საკუთარი თავის მიღება, ბევრ ადამიანს გონია, რომ ეს ნიშნავს არ დაინახო შენი მინუსები, თავი ჩაყო სილაში და არ განვითარდე, არ შეიცვალო უკეთესისკენ და უბრალოდ იქ დარჩე, სადაც ხარ. ეს გონიათ საკუთარი თავის მიღება და სიყვარული ძალიან ბევრ ადამიანს, მაგრამ ასე საერთოდ არ არის. მე ვხედავდი იმას, რომ მქონდა ჭარბი წონა, მე ვხედავდი ჩემს პრობლემურ ზონაზე, კერძოდ ეს ჩემთვის არის ფეხები, როგორ მქონდა ცელულიტები, როგორ მქონდა ის სხეულის რა ნაწილზე, სად მქონდა ჭარბი წონა, ანუ როცა საცვლების ამარა სარკეში ვიხედებოდი, მე ვუყურებდი ნინის, რომელიც 70 კილო იყო და გოგოებმა დამიწერეს კომენტარი 70 კილო ისე მოიხსენე, მე კარგად გრძნობ თავსო და ის გოგონა 170 სანტიმეტრია და მე 171 ვარ. ანუ ჩემთვის 70 კილო ძალიან ბევრია და ვიღაცასთვის ძალიან კარგია. ისევ და ისევ, ეს ყველაფერი ინდივიდუალურია. ასევე მას გააჩნია ვის რამდენი კუნთოვანი და ცხიმოვანი მას აქვს, ხო? ანუ აგებულებას. ხო და მე ვიდექი სარკის წინ და აი სანამ დავიწყებდი ზუსტად აი ამ თვლას, ეხა ნუ უბრალოდ ვერ ჩავაგდებ იმ ფოტოს, სწორედ ჩაგიგდებით, ფოტოს კი გადავიღე. უბრალოდ ძალიან სახლური ფოტოა. არეული უკანა ფონით და ძალიან ისეთი არაფრის ყიდვის ხალისი არ მქონდა და შესაბამისი მეცვა შიგნითაც და ანუ ესეთი გადავიღე და ვყურებდი ჩემ თავს, არ დამავიწყდება ეგ დღე და ესე შემოვხვიე ხელები და ჩავეხუტე და ვუთხარი რომ ნინი მიყვარხარ. აი ესეთი მიყვარხარ და იცით რა ვიგრძენი? არასოდეს ჩემი თავი ასე ძალიან არ მყარებია და ასე ძალიან არ მიმიღია. მაშინ როცა 45 კილო ვიყავი ხოლმე და სულ გამხდარი და არასოდეს არ მომწონდა ჩემი თავი. ყოველთვის სულ უფრო კარგი. განა ეს ცუდია, მაგრამ როცა ეს მიუღებლობიდან მოდის, ეს არის ცუდი. და ახლა მე დავიწყე ზრუნვა. ნახეთ ზრუნვა იმაზე, რომ მე არ მიხდება oversize ტანსაცმელი. მე მაქვს ჩემი სტილი, რომელიც მიხდება და რომელიც ჭარბ წონას ვერ იტანს, ეს ჩემი სტილი. ანუ არა მარტო სხეულის ფორმები, არამედ ტიპაჟი, ანუ მე ეს ვარ. აი ეხლა ვისაც ხედავთ, მე ეს ვარ. ანუ ადამიანი ემოცია, რომელმაც უნდა განიცადოს, რომელმაც უნდა იცხოვროს, რომელიც თავი უნდა იყოს და მე ეს მქონდა წართმეული, ხვდებით? ნუ ბევრი მიზეზის გამო. ემოციური კვების და კვებითი აშლილობის და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ამაზე ძალიან დიდი სამუშაო. ხო და მე ეს გზა გავიარე, როგორც უკვე გითხარი, საკუთარ თავზე სიყვარულით და ზრუნვით. იმ ნინის ქონდა ინსულინ რეზისტენტობა, რომელიც არის დიაბეტის წინა
სტადია, მოდი ესე ვთქვათ. ამ ნინის ინსულინ რეზისტენტობა აღარა აქვს. ეს არ არის საკუთარი თავზე ზრუნვა და საკუთარ თავზე სიყვარული, საკუთარი თავის სიყვარული. ის ნინი დღეში 2500 ნაბიჯს დადიოდა ის რომ ვიყიდე და გავიკეთე. 2500 ნაბიჯს დავდიოდი. 2500 ნაბიჯი იცით რა არის? უბრალოდ არაფერი არ არის. სახში ასაც დავიხარ და უახლოეს მაღაზიაში რომ მიდიხარ მორჩა. ეს ნინი დღეში 10000 ნაბიჯს დადის და ეხლა უნდა რომ სხვა სპორტიც დაამატოს, იმიტომ რომ იცის რომ სპორტი და ფიზიკური აქტივობა, სხეულისთვის ჯანმრთელობა, ეს კიდე ჩვენი სიცოცხლის ხარისხზე აისახება. ხვდები? და მე მინდოდა რომ ერთი ახალგაზრდობა მაქვს და მე მინდა რომ სარკეში ჩემი ანარეკლი მომწონდეს. მე მინდა რომ სარკეში ვისაც ხედავ, ის მე ვიყო. მე მინდა რომ ჩემი გრძნობები განვიცადო, ჩემი რაც დასამუშავებელი მაქვს ტრამვები დავამუშაო. ანუ არ მინდა რომ ერთ ადგილას ვიდგე გაჯიუტებული და ჩემს იმას რაც მაზიანებს, როგორც მორალურად, ასევე ფიზიკურად, მაქსიმალურად არ ვცდილობდე რომ დავინახო და თავს ვიბრმავდე. ეს არ არის საკუთარი თავის სიყვარული, ეს არ არის საკუთარი თავის მიღება. საკუთარი თავის სიყვარული არის, როცა აკეთებ იმას, რაც საჭიროა. მაგალითად, აი ჩვენი შვილი მაგალითად, ხო? რომელიც პატარა და შეიძლება გაცივდან რაღაცა ჭირდება რომ დალიოს წამალი, რომელიც არ უნდა. ანუ შენ ხო არ შეიბრალებ მას და დაალევინებ, იმიტომ რომ იცი ეს რამხელა სარგებელს მოუტანს მას. ასეა ჩვენთვისაც. არის რაღაცეები, რაშიც თავი არ უნდა შევიბრალოთ და რაც უნდა შევცვალოთ, მაგრამ ეს უნდა გამომდინარეობდეს საკუთარი თავის სიყვარულით და მიღებით და არასდროს არ უნდა შევეხოთ სხვა ადამიანებს. არიან ადამიანები, რომლებსაც ძალიან უხდება წონა, არიან ადამიანები, რომლებიც ანუ ოვერსაიზსაც ძალიან იხდენენ. მე მყავს გარშემო ბევრი ესეთი ადამიანი, ვისაც ოვერსაიზი ძალიან უხდება. მე შევნატროდი, როცა 70 კილო ვიყავი, იმ ადამიანებს, რომელსაც ოვერსაიზი უხდება. მე ვიყავი მოსიარულე მართკუთხედი. არაფერი არ მიხდებოდა და ეს არის რეალობა. მაგრამ ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ არავის, ვისაც ჭარბი წონა აქვს, არაფერი არ უხდება. მე ასეთი რაღაცა არ მithქვამს, არასდროს ვერცად ვერ მოძებნი ჩემს ვიდეოს ვერც ერთ სოციალურ ქსელში, რომ მე ასეთი რაღაცა მithქვას. არ არსებობს, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ვართ უზომოდ ინდივიდუალურები და ყველას გვაქვს რაღაცა ჩვენი, რაც გვიხდება, რაც არ გვიხდება, რაც მოგწონს, რაც არ მოგწონს და მე უფრო მეტიც ვფიქრობ, რომ არავის არ აქვს უფლება გვითხრას ჩვენთვის ესე ჯობია თუ ესე. ყველამ ჩვენ თვითონ უნდა მივიღოთ ჩვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და მივყვეთ მას. მე უბრალოდ იმ გოგოებს, რომლებიც იმას განიცდიან, რასაც მე განვიცდიდი, იმ გოგოებისთვის გადავწყვიტე, რომ საჩუქარი გამეკეთებინა, ვინც მზად არის, რომ აქედან გამოვიდეს, მზად არის, რომ ადგეს, ამისთვის ყოველ დღე იშრომოს, თავის შეიწუხოს, თავისი ჯანმრთელობისთვის, თავისი ვიზუალისთვის, თავისი თავი რო დაიბრუნოს ამისთვის, თუ შეგრძნება აქვს რომ დაკარგული აქვს, აი ამ გოგოებს მინდა რომ მივცე მოტივაცია და დავეხმარო წონაში კლებისთვის. ამისთვის მოვიფიქრე 20 ლარიანი მარათონი, რომელშიც ვფიქრობ, რომ ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღება. 16 მაისს დავიწყებთ, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი გოგო ისე იფრენს, როგორც დღეს მე დავფრინავ. და კი, ეს არის სიყვარული. და კარგ მთქმელს კიდე კარგი გამგონე უნდა. Снова седая ночь, и только ей доверяю я. ხალხო, საღამოს 7-ობის საერთო გაჩვენებთ რა ვიყიდე გუშინ რაღაცა მაღაზიაში, არ მახსოვს რომელში, რა ქვია. ბავშვი აქციად ყურადღება. კი. ეს ვიყიდე ანჯუის. Andui. კი. პლაში. პლაშია. მოკოცე რა. მოკოცე გიხვედები შენ მოკოცე. მოკოცე. დედიკო. მე რა კარგი გოგო ხარ ღმერთ. შემიგოჭი. ერთხელს მოგცემ, კაი? What did I do? That Delia. კი.
გოჭია. გოჭია. ძიახიება. ერთი. მოიცა ყველა არა. ერთი. ერთი. სტიკერია. კი. სტიკერი არ არის, მაგრამ კაი იყოს. ეს ჩუსტუჩკები ვიყიდეთ ჩემთვის. კატასის აქ, აი აქ, ფანჯრის რაფალა და რატომაც მეგონა რომ გარეთ იძა და რატომ მეგონა რომ გასის. ხო. ეხლა ამას თავდებ და მოგიყვებით რა მითხრა გიამენებათ ამ ჩემს კბილებზე. კაბა უნდა. მოკლედ ხალხო. კაბა უნდა. კი, დაუხატე. მოკლედ ჩემო კბილებო და აი რატო არ ვიცი მე კაბას გავიჩერჩხე. და ვერანი ვერ ხედა. ჩემო კბილებო და ძვირფასებო, ესე იგი მივედი როგორ ნერვიულობდი, წარმოიდგინე გამიახლდა ეკლინიკა იყო იქ ხალით რომ აწამებდა ხო გახსოვთ რომ გიყვებოდით. ხო და ისა უკეთ ეს სიტუაცია იყო. წერენ მარათონზე. ხო და ისა ველოდებოდი. სხვა ყავდა, ანუ მე რო ვიყავი ჩაწერილი და მოგვიანდა 7 წუთი და სხვა შეიყვანა, მე ძალიან შეწუხდა ამის გამო. მე იმას ქნა გამოვიდა, აბა, ჩქარა ვნახავო შენსაც, მაგრამ რო ამას ჩქარა ვერ ვნახავ, უნდა დამელოდო, მეთქი დაგელოდები, არის ჩქაროთ, თქვენთან მოვედი სპეციალურად, თქვენი აზრის მოსმენა მინდა მეთქი. ოკეი, დაველოდე. შემიყვანა, ნახა, ათვალიერებს ამას, სამიდე ფოტოს და ამბობს, რომ კისტა კი არის, რომ მაგრამ ეგ მეშვიდე და მერვე კბილებთან არისო. და აუცილებლად დამოსაღები და ქირურგიული არ არისო. და ეს კბილები საერთოდ აქ რო უთხარი კისტა, აქ საერთოდ არ არისო კისტაო, 10000 ჯერ ნახა, კისტა არ არისო. აქ არისო ტრამვირებული ჯიბეო და რადგან შიგნით პლომბიიდო წლების განმავლობაშიო, რო უთხარი პლომბიიდო მეთქი მანდ, იმიტომ ძვალია შეჭმულიო ინფექციის მიერ. და შენ მე არ გჭირდებიო, არანაირი ჯამრთელი კბილის ამოღება შენ არ გჭირდებაო. შენ გჭირდება კარგი პაროდონტოლოგიო თუ სწორად ვამბობ. ყავსო, ჩაიწერო მაგასთან, რომ ერთად მივიდეთო. და ღრძილებზე გაქვს სამკურნალო, რომ აი აქ ძვალი აღდგესო. და მე თუ ძვალი არ აღდგებაო, ეს კბილები დაგწვირებაო, ეს ორი რა, სადაც ეს არის განლეული ძვალი, მაგრამ და პროცესით შეიძლება წავიდეს კიდეო, რეცესიაო. მაგრამ თუ იმკურნალებო, შენი კბილების დაგრჩებაო, აი ფერმოსაღები არ აგაქო. მეოთხარი, იმიტომ მოვედი მეთქი თქვენთან, აი თქვენ თუ მეტყოთ მეთქი, რომ ამოიღე მეთქი. არაო, შენი პირველი ამოცანა ის არის, შენი ჯამრთელი კბილები შეინარჩუნო, ამიტომ უნდა უმკურნალო ღრძილებსო. და მე გადავწყვიტე, რომ ჩემი მარათონი რომ დამთავრდება, თვითონ ეხა შვებულებაში მიდიოდა იმ დღეს მე როცა ვიყავ გუშინ და ორი კვირა არ იქნება. აი, რა საყვარელია, დედა ღორია. კიდე ერთი მოგცე. ეს შვილი იყოს, ესეც დახატე მიდიაბა. ოი ორი მოგეცი. ხო და ის დედა ღორია, ვაი მე რა საყვარელია, როგორ დახატე. წამწამები და თმა გაუგედა. ხო და ის ძალიან გავბედნიერდი. ვერ აგიწერთ როგორ გავბედნიერდი ქალებო. აი პროსტა ვერ აგიწერთ. მე ხო ზუსტად ეგ მინდოდა. ამოსაღები გაქო ისო. ორი კბილიო და რავი რა. პროსტა ვიცი. ხო და იმასთან ერთად, ანუ 3D-საც იღებენ ეგენი და ვინც იღებს 3D-ს იმასთან ერთადაც ნახა და ის პარადონტოლოგი რო ყავთ, ისიც რომ მოვაო, ერთად ხო 11 ივნის ჩავნიშნე ისა ვიზიტი 12 საათზე უნდა მივიდეთ 11 ივნის თვითონაც იქნება უკვე გამოსული, ჩემი მარათონიც იქნება დამთავრებული. ყველაფერი ძალიან კარგად დაემთხვა და აი ამ ღრძილებს მივხედავ იმ პერიოდში უკვე. ერთი ამბავი შემოძებაზე ისე გამიხარდა, არ ვიცი, მე წავედი გალერეაში, ფეხით წავედი. ნაბიჯებიც დავაგროვე. შვილი, ხო, მომაჩვენე, ნახე აქ ორია უყურე. ეს მამა იყოს, ეს მამა. ეს მამაც დახატე მიდი.
ევიტოს. უი, ეს არ მიჩვენებია, მოიცავ? ევიტოსაც ვუყიდე რაღაცა. გზად შემხვდა იოიოსო. ნახეთ, რა საყვარელია, მეც კი ჩავიცმევდი, ეს ჩემი ზომა რო იყოს, პროსტა ნახეთ რა საყვარელია, 30 ზომა არის. ამაზე იყო 2 ზომით პატარა და ეს და 2 ზომით პატარა, ეხლა იქნებოდა კარგად და ძალიან მალე დაუპატარავდით 35 ლარი ყიდდა ხალხო ეს რომ იცოდეთ და ამიტომ გადავწყვიტე დიდი ამეღო. კონდეს დიდი მეჯერ ამოხდა და დიდხანსაც ექნება სამაგიეროდ. ხო და მოკლედ ეს უყიდე გზაში, მე გალერეაში შევედი, გავისინჯე ის რაღაცეები, ლამაზმანობები, რაც გაჩვენით, არაფერი არ მიყიდია, იმიტომ რომ რაღაცა ისე არაფერი მომწონებია რომ მეყითა, მაგრამ ძალიან დიდი სიამოვნება მიიღე, აი მე წარმოგიდგენთ გოგოებო, ისე განვიცდიდი ხოლმე, ისე ცუდად ვიყავი ხოლმე, მაგრამ ხა ეს სიამოვნება მიიღე, ისე დავტკბიდეთი ბედნიერი ვიყავი. რა საყვე ღიპია? ღიპი აქვს? და წვერი. აი მე საყვარელი ხარ. ხო და ის მე ფრიპჭადი და ამიშიო და აქენა ჭამი წავედი, მაგრამ აი რაღაცა მინდოდა მე სიამოვნა და მეთქი რა მინდოდა ფრი მაკისა და უშაქრო პეპსი ეგ დავლიე, მე წამოვედი იქიდან ტაქსი. აქედან ტაქსი არ წავედი. და იქიდან წამოვედი მე ტაქსი, იმიტომ რომ ძალიან დაღლილი ვიყავი და მინდოდა რომ შვიდად წყნარად მოვსულიყავი სახლში და გუშინა ესეთი ბედნიერი დღე მქონდა, აი ემოციური, მაგრამ ბედნიერი. ეხლა კიდე ხვალამდე გემშვიდობებით. აუ არ გადამირჩა ეგ ხო? ხვალდილამდე გემშვიდობებით და ხვალდილას ისევ ერთად შევხვდეთ. მიყვარხართ. გაცნით და გეხართ.